მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან უცნაური ფოტო, უნდა ვაჩვენოთ ეს ფოტო ალბათ ეთერში. რამდენადაც ხვდები, ეს არის ჭავჭავაძის გამზირი. და აი ესეთი კადრი ჯიხვია შუა ქალაქში, როგორც ხვდებით. ინტერნეტში ვიპოვეთ, რამდენად რეალურია, არ ვიცით, ამ ჩვენი გადაღებული არ არის, მაგრამ ამბავი. მაგრამ რეაგირებენ აჩკარად გამლელები და ამიტომ გვაინტერესებს თუ მსგავს ფაქტ შეესწარით, აუცილებლად გაგვიგებთ. ლეოპარდი ან რაიმე საინტერესო. ან ლეოპარდი. ახალ ბოლო პერიოდში ქუჩაში გამოგვიგზავნეთ. აუცილებლად გადავუღეთ ფოტო და გამოგვიგზავნეთ. კეთილი, ჩვენ გავაგრძელოთ. ჩვენ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გვერდი შეგვიძლია ვაჩვენოთ მაყურებელს, ასევე მაყურებლის თხოვნით ჯიხვის ქვემოთ დევს მული სერგი, რომ აჩვენო მაყურებელს. მაყურებელმა წალენჯიხიდან გამოგვიგზავნა ერთ-ერთი Facebook-ის გვერდი, რომელიც ჩანჩქერ ინწირას შესახებ არის და გვეუბნება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს აქვს საოცარი პოტენციალი ტურისტული თვალსაზრისით. აქ ძალიან ბევრი საინტერესო ადგილია და ერთ-ერთი სწორედ ეს ჩანჩქერია. და გთხოვა რომ ჩვენი პლატფორმა გამოიყენებინა იმისთვის რომ მოსახლეობისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ამ ჩანჩქერის შესახებ. ჩანჩქერი ანუ ეს არის ხეობა, რომელსაც ქვია ინწირა და აქ სოფელ ჩქვალერში მდებარეობს ეს ხაპრული ადგილი, რომელსაც ახლა თქვენ უყურებთ. ჩვენ შეგვიძლია პრინციპში ეს ქალი სამომავლოდ ჩავთოთ კიდეც და ჩვენ მაყურებელს თუ დაინტერესებს ასწავლოს აქ მისასვლელი გზა, თუმცა ადგილი და სურათები მართლაც შთამბეჭდავია. და თუ დააპირებთ მისვლას, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ არ დავაბინძუროთ ეს არაჩვეულებრივი ლამაზი ადგილი. ჯერ კიდევ ლამაზი და ავთენტურია და დავტოვოთ ესეთი. კეთილი. ფანტასტიკური ადგილია მართლაც. ან ლამაზი. რატო უცებ შეიძლება ვერც იფიქრო, რომ ეს საქართველოშია, თუ სხვა კიდე არანაკლებ ლამაზი ადგილები არ გაქვს ნანახი, რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს ერთი ნიუსი კიდევ, რომელიც ვერ იქნება პატარა, ბაკა ძალიან ეს გადავიტანოთ მაშინ შემდეგ ბლოგში. კეთილი გადავიტანთ. მეგობრებო, მე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერს ხედავთ, განსაკუთრებით გვაინტერესებს Skype ჩართვები, რომელიც ძალიან არ უყვარს ნასტასიას იმით. იმიტომ რომ ხმა მოდის ხოლმე ხაროეზით, მარტო ჩემი ბრალი არ არის. მაგრამ მაინც შეეცადეთ დაგვიკავშირდეთ, იმიტომ რომ 21 საუკუნეა და უნდა შევეჩვევთ ასეთ კომუნიკაციას, როდესაც ხედავთ ერთმანეთს. რაც შეეხება Facebook-ზე ჩვენ ვართ facebook.com/komunikatori